რა არის, ანუ მოდი გასაგებენაზე მოგვიყევი თირკმლის თირკმელი უნდა გავყიდოზე, ახლა დღესდღეობით მე აღარ მორიგებ, მაგრამ როდესაც უროლოგიის ინსტიტუტში ვიყავი, მორიგე ხშირად ყოფილა ხოლმე, რომ მორიგეობის დროს მოსულა ადამიანი, არა პაციენტი, როგორც ჯანმრთელი ადამიანი თურმე, უნდა უროლოგთან საუბარი, თან ჩუმად უნდა ეს საუბარი და მოდიოდა այն გარიგების დასადებად, რომ მე ჩავაბარებ თირკმელს, გავყიდე და ოღონდაც გამაყიდია. რას ლაპარაკობ? ეგეთი შემთხვევები არის, რა თქმა უნდა, ეს კრიმინალია. არ არსებობს ახლა თირკმლის გაყიდვა და ეგეთი ისეთი. მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანაში ერთი სადაც ვიცი ირანია, მე მგონი და ბელარუსიაში არსებობს კომერციული დონაცია, რომ აი შენ თანხმობას აცხადებ თირკმლის გადაენერგვის დროს დონაციაზე და ამაში რაღაც ფინანსურ სარგებელს იღებ. რა თქმა უნდა, საქართველოში გამორიცხულია ეს კანონით იჯდება. თირკმელი მართლაც რომ უნიშნელოვანესი ორგანოა, თირკმლის ფუნქცია ხა ყველა მიცით მარტივინით რო ვთქვათ, სისხლს ფილტრავს, ამის მავნე ნივთიერებისგან ასუფთავებს, წარმოქმნის შარდს, შარდის საშუალებით ეს მავნე ნივთიერებები გამოიყოფა და ჩვენი ორგანიზმში, ასე ვთქვათ, ეს ცხოველყოფილობის მავნე პროდუქტები მაქსიმალურად უნდა იყოს დაბლა. ეს არის თირკმლის ფუნქცია.